და ეხლა მიდის უკვე სადამდე ლაპარაკი რომ შენ რუსეთუმე ხარ თუ შენ ესახარ თუ შენ ესახარ. ჩვენი უბედურება დაგვიმართო რომ ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყნის ანექსიაზე, ქვეყნის ტერიტორიების ანექსიაზე, ოკუპაციაზე და გვავიწყდება ერთი რამ. ტერიტორიების დაკარგული ტერიტორიების ოკუპირებას, ოკუპაციას მოსდევს დეოკუპაციას. ყველაფერს ამას ეშველება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაუფიქრდებით ერთ რაღაცას, ოკუპაცია და ანექსია არ არის მხოლოდ ერთი მხრიდან. და თუ შევეშვებით ამ ზახილებს, შენ იმისიანი ხარ თუ ამისიანი. ერთ რამეს გეტყვით. ტერიტორიის ოკუპაციაზე უფრო საშინელი არის სულიერი ოკუპაცია. უკაცრავად არა, პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ხელისუფლებაში, პირდაპირ გეუბნებით, თუ დამასწრეთ გეტყვით. მე ჩემ აზრს გეუბნებით. ხელისუფლებაში შიში აქვს იმისა, რაც აქ ითქვა, რომ აი ახალგაზრდებმა თქვეს, აი ახალგაზრდა კაცმა ბრძანა, მე ჩავალ და დავილაპარაკებიო, თუ ჩემ ქვეყანას დაჭირდებაო. აქ ითქვა, ასევე დარბაზი და რომ ეს მცდელობაც გვექნება ამოწურული და გვეცოდინება, რომ ლაპარაკს აზრი არ აქვს, პირდაპირ ლაპარაკს. უამრავი რესურსი არის დარჩენილი იმისა, რომ ჩვენ არ ჩავარდეთ ესეთ მდგომარეობაში, რომ რა ვქნათ ეხლა რუსეთს არ დავილაპარაკოთ, ის მოვშალოთ ეს სხვა რამეზე, თუ ჩვენ სულიერად ვიქნებით თავისუფლები და დაოკუპირებულები 3000 ან 5000 ადამიანის მიერ საქართველოში ვინც იღებს ფულს იმისთვის რომ ქართველებმა აღარ ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე რომ ქართული ღირებულებები ეროვნული ღირებულებები ფასეულობები წაიშალოს ჩვენ აღარ გქონდეს სიტყვა პატრიოტი ახალგაზრდებში აღარ იხმარო რომ გაუფასურდეს ყველაფერი რაც კი რამაც მოიტანა 20 საუკუნე ჩვენი ქვეყანა მოვა დრო რომ ის აფხაზეთის იგივე სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი რომ დადგეს კიდეს დალაგდეს ისტორიულად სიტუაციები ისეთ სამყაროში 10 წლის მერე 15 წლის მერე კაციშვილი აღარ იქნება საქართველოში ვინც ამაზე წავა და იფიქრებს რომ მოდი დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები აი ეს არის ჩვენი უბედურება ჩვენ ლაპარაკობთ ოკუპაცია და ანექსია ორმხრივი როგორ არის ეს მაინტერესებს მე ვერ გაიგეთ ესე იგი რა ვთქვი ტერიტორიის ოკუპაცია ერთი არის ეს ნაკლები საშიშროება ჩემთვის ვიდრე სულიერი ოკუპაცია თუ ჩვენ ტერიტორიების ოკუპაცია ჩრდილოეთიდან გვაქვს ჩრდილოეთი მეზობლისაგან ჩვენ ერთი ქვეყნისაგან დასავლეთიდან გვაქვს სულიერი ოკუპაცია არ ვლაპარაკობ და მე ამ საშიშროებებზე ვლაპარაკობ. თქვენ ერთმანეთს ადრით ეხა ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, მაგალითად ის რაც მოხდა 2008 წელს, არა, ხო შეიძლება მეც რო დავსვა, კაცო კითხვა. და მე უნდა დავსვა, ხო წამყვანობა. 2008 წელს სახოცილი ბიჭები, ომი, აგვისტოს ომი და ის რაღაც გაუგებარი თქვენ რასაც ამბობ? დიახ. გიორგი მაზნიაშვილი რო ყოფილიყო სულიერად ოკუპირებული, მაშინ ბათუმს ვერ დავიბრუნებდით, აი ამას პასუხობთ მე. სერგო ქავთარაძე, ბოლშევიკი. სერიოზა ქავთარაძე, აი ესეთი პიროვნება, ბოლშევიკი შეეკრა მაზნიაშვილს, გენერალს, თეთრ გენერალს და საქართველოს დაუბრუნეს ტერიტორია. რატო იცი? იმიტომ ისინი შინაგანად თავისუფლები იყვნენ და პატრიოტები იყვნენ. შინაგანად ოკუპირებულები არ იყვნენ სულიერად. აი ამაზე მაქვს მე ლაპარაკი, შეიძლება მიმიხვდით რაზე ლაპარაკი. ეხლა მაშინ მე დაგისვათ ეს. არა, ეხლა მე დავუშვებ ტერიტორიული ოკუპაცია თუ სულიერი ოკუპაცია. მე არ ვთვლი რომ ჩვენ დასავლეთისგან გვაქვს სულიერი ოკუპაცია. ჩემი პოზიცია თუ გაიხოთ ამისთვის კითხვა პირდაპირ გეუბნებით, მე გეუბნებით არგუმენტს და თქვენ მიპასუხეთ. თქვენ არგუმენტი, თქვენი ბრძანება და მე დავაფიქსირეთ ჩემი პოზიცია, მე ვერ ვხედავ ამ საფრთხეს. რატო არის უფრო საშიშროება? არა, მე არ მჭირდება არგუმენტი, მე უბრალოდ ამ საფრთხეებს ვერ ვხედავ რომ